დღესვე მიხეილ სააკაშვილმა სარფის საბაჟოზე მიმდინარე სამუშაოები მოინახულა და მშენებლებს გაესაუბრა. საბაჟოს შენობის მშენებლობა სექტემბერში დაიწყო და მაისის ბოლოსთვის უნდა დასრულდეს. ახალი საბაჟო გამორჩეული იმით იქნება, რომ საზღვრის გადაკვეთისას სასაზღვრო გამშვებ პუნქტზე გასვლა მგზავრს მხოლოდ ერთი ქვეყნის ტერიტორიაზე მოუწევს. პრეზიდენტის განცხადებით, საბაჟოს გამართული მუშაობისთვის და გრძელი რიგების თავიდან ასაცილებლად აუცილებელია, რომ თურქულმა მხარემაც თავის მხრივ საბაჟო ისეთივე მასშტაბებითაა მოქმედოს, როგორც ქართულმა მხარემ. პრეზიდენტმა აქვე დაძინა, რომ საქართველოში გაუპარსავი მეხთან მებაჟეების და ჯიხური საბაჟოების ეპოქა დასრულდა. სამშენებლო გუგუნის ხმა ძალიან მაგარი რა. გამგაობითაც მუშაობს, ხო? ხო, მივხსას დაუსახეთ, რომ მივხედავთ წვევებისა მაიცისა. ეს ისაა, რომ აიჩემ ამ თავრობა 26 მაისს ჩაბარდეს, 23 უნდა ჩაბარდეს, იმიტომ რომ მე სხვა რაღაცა უნდა დავაშილოს. მე კიდე სხვა რაღაცა დავაშილოს. გვეჭკარება ხო ეგრეა? მოიწევთ. იმიტომ რომ აი ეს პარტა ჩვენი ბიჭები ძალიან მაგარ რაღაცა შენებენ ახლა ეს. მე არ ვიცი საფრთხეში ესეთი ლამაზი საბაჟო არც აქვს. ყოველ შემთხვევაში ბევრ განყოფილ ვარ, მთელი ცხოვრება აქეთ-იქით დავდიოდი. და ერთი ის პრობლემა რაც მაწუხებს ახლა რომ აქედან ამდენი გასასვლელია და იქიდან თურქებს აქვს ბევრად ნაკლები და მაინც მეგონი საცობი წარმოიქმნება, ამიტომ თურქეთის პრემიერ-მინისტრი ჩამოდის თვის ბოლოს და მინდა საკითხი დაუყენო რომ იქიდანაც იყოს რომ ხალხმა გაიაროს, აბა მარტო ჩვენ მხარეს კარგი ეს ხალხს არ უშველის, იმიტომ რომ მე მეორე მხარეს დადგება ზუსტად ესეთი ვერიკი. საერთოდ ნახეთ ყველაფერი ეს საშვილიშვილო არქიტექტურა კეთდება. ადრე იყო ხოლმე თურქეთის ხარეს ან ვთქვათ ჩვენი სხვა მეზობლების ხარეს კარგი გამართული პუნქტები, ჩვენ მხარეს რაღაცა ჯიხურები, იქ გაუპარსავი გაავებული დამშეული მებაჟეები, მესაზღვრეები, რომ აქ თამის მოლოდინში და აბა რაც სიცლოს იმის მოლოდინში. და ეხა პირიქით არის. ყველა სხვა მეზობელთან უკეთესი საბაჟოები გვაქვს და უკეთესი სასაზღვრო პუნქტები გვაქვს. ბოლო აი 2-3 წლის ცვლილებების შედეგად. და ბათუმს ყველაზე ლამაზი უნდა გქონდეს. გუის სხვა შორის ტელევიზორში მოვკარი თვალი ერთ-ერთი რადიკალური რუსეთიდან მართული ჯგუფი აქ რაღაცა ჩამოვიდა რათა თავის ჭკუით აერიათ რაღაცა და ექსკურსიაზე რო დაყავთ ხოლმე აქეთ-იქით ხალხი, ესე ავტობუსებზე ჩასვეს ხალხი და მოყავდათ ვითომ აქ რაღაცეების ჩასატარებლად და ასარევად. და 2 წუთში შემოეცალათ ხალხი გარშემო, იმიტომ რომ ამ ხალხს ბათუმი არ ქონდა ნანახი და ყველამ პირები დააფინა. და აი ესე გაოგრებულები დადიოდნენ გარშემო და ახტოვანებული მით რასაც უყურებდნენ. და ეს სხვადასხვა შორის მართლა ყველას ეხება, მათ შორის ასეთ სახის ტურისტსაც, შიდა ტურიზმის ასეთ განვითარებლებს, იმიტომ რომ ეს მართლა ხდება საქართველოს სიამაყე. ყველა ქართველის, ყველა ჩვენი მოქალაქის სიამაყე ეს ქალაქი და აქაურობა ზოგადად.